გამარჯობა ეთერშია ქრონიკა 11-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ გამოშვებაში ნახავთ. თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ცანაში. ამ წუთებში თბილისის მთავრობის ხდომა იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ მერიას. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა დღევანდელი ხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდუბის რაიონში მოხდა, თევდორე მღვდლის ქუჩაზე. აღნიშნულმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია სამწუხაროდ ავარიული კორპუსის ჩამონგრევა და 2 ადამიანის გარდაცვალება. მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ცხადია. მე მინდა შევეხო ზოგადად ავარიული შენობა ნაგებობების თემას. ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი განმარტების გაკეთება მომიწია, თუმცა მანამდეც ძალიან ბევრს საუბრობდით აღნიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვეცდები საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნულ გამოწვევასთან და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს ქალაქში. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ავარიული შენობა ნაგებობები დედაქალაქში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში არსებული შენობა ნაგებობების გარკვეული ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი, დაახლოებით 10,000-მდე შენობა ნაგებობა არის ავარიული, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიების ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა საჭიროებს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსები დემონტაჟს, განახლებას, ახალი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებას და 2021 წელს ჩვენი დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით წლების განმავლობაში მომხდარიყო ამ შენობების ჩანაცვლება, წარუდგინეთ საზოგადოებას. ცხადია, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება ზოგადად ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება. შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსზე არის საუბარი დედაქალაქში. ძალიან ბევრი ასეთი შენობა ნაგებობა. თქვენ იცით თუ რომელი წლიდან არის შენობები აშენებული, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი ვადა ჰქონდა მოხმარების და გვაქვს სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით. თუმცა მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. როდესაც საუბარი მიმდინარეობს ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად უმეტეს შემთხვევებში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლება და შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მე რა თქმა უნდა მესმის იმ ადამიანებისაც, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო სამწუხაროდ, როდესაც მოხდა მოსახლეობის ვერ დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და ვერ დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან.
და უამრავი ასეთი შენობა ნაგებობა ჰქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული და გაუბედურებული მოსახლეობა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ იმაში, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მოსახლეობას, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არ გექნებათ არაფერი გადასახადი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, სამშენებლო სამუშაოები სანამ დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი და შემდეგ უკვე დაახლოებით წელწადნახევარი, მაქსიმუმ 2 წელი ჭირდება მთლიანად სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, გადმოგეცემათ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით, უბრალოდ იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული აღნიშნულ პროგრამაში. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შესაძლებელია 100%-ის თანხმობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა საცხოვრებელი კორპუსებიდან. ეს არის 100%-იანი ტყუილი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. კანონის მიხედვით, კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას, არავინ მესაკუთრის გარდა არ არის უფლებამოსილი მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის საკუთარ ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ აქვს მესაკუთრის და ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი არის კანონით განსაზღვრული, მეგობრებო. გუშინ აფრიალებდნენ დოკუმენტს და ცდილობა იყო იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს 100%-იანი თანხმობები არ არის საჭირო ასეთ დროს და შესაძლებელია მოსახლეობის ისე გამოყვანა. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. რაც შეეხება საკრებულოს იმ დადგენილებას, რაზეც წარმატებით საუბრობდნენ და მოჰყავდათ არგუმენტად, გუშინ მეც გავაკეთე განმარტება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას აუხსნა, რომ ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, აქ არ არის საჭირო ყველა მოსახლის თანხმობა, 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა ასეთი შენობებიდან. აქაც, რა თქმა უნდა, საჭიროა მოხდეს 100%-იანი თანხმობა, რომ ეს ოჯახები გამოვიყვანოთ ამ საცხოვრებელი კორპუსებიდან. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, რომ გამოიყენეთ, მეგობრებო, აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ასევე ისტორიულ უბნებში, ისტორიულ ზონებში
გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც ინვესტორების ჩართულობით იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოხდეს იმ ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია, სადაც ისინი ცხოვრობენ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია, მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტი ცხადია, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ამ მიმართულებით სამუშაოებს. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ ინგოროყვას ქუჩისა და სულხან საბას ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოებს და განახლებით სამუშაოებს, სადაც უამრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა დგას. გარდა ამისა, გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც გამოიყენეთ. ისარგებლეთ ამ პროგრამით, ჩვენ არაფერს ცუდს არ გთავაზობთ, ნუ გეშინიათ. ყველანაირად გვერდით გიდგევართ, მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სტრუქტურები არის თქვენს უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება, ბოლომდე იქნება მიყვანილი და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება. შემდეგი თემა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თბილისელებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი და დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპს ვიწყებთ. ეს არის კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე ჩატარდება კვლევები, დეტალური პროექტირება, რომლისთვისაც განსაზღვრულია კალენდარული რამდენი დღე გვაქვს განსაზღვრული ზუსტად 2 თვის განმავლობაში ჩატარდება ეს კვლევები. პარალელურად განხორციელდება მოსამზადებელი და სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზს, დეტალურ შესწავლას და საინჟინრო გეოლოგიურ კვლევებს. გარდა ამისა, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და შესაბამისი რეკომენდაციები. სამუშაოების ფარგლებში არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება ცხადია პირვანდელი ვიზუალით. დარჩება იგივე მასალა, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა, სრულად განახდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები, ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია, დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები, სამუშაოები დასრულდება 2027 წლის გაზაფხულზე. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა არის, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა გქონდეს 2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესაბამის სტანდარტის შადრევნების მოწყობა, რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ უბედურებიდან, ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში. სამუშაოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, 2027 წლის გაზაფხულზე იქნება დასრულებული. და ამით ვაკის პარკის ეს იყო ჩართვა მერიიდან ვუსმენთ კახა კალაძეს. თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. კორპუსის მცხოვრებლებს დღეს საღამოს 8 საათამდე კონკრეტული განრიგის მიხედვით ექნებათ შესაძლებლობა ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ. პარალელურად თბილისის განვითარების ფონდმა საცხოვრებელი ფართების კვადრატულობის აღწერა დაიწყო. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 50,500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება, რაც მრავალწლიანი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. დარიშხანის შემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით კომპლექსური კვლევები ჩატარდა და შესაბამისი ანგარიშები მომზადდა. სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე წელს უშუალოდ კეთდება სარკოფაგი, რომელიც იქნება 55,000 მეტ-კუბის მოცულობის. ამ ეტაპზე განხორციელდება ცანა 3-დან დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების განთავსება ამ სარკოფაგში, ხოლო მომავალ წელს ცანა 1-დან და ცანა 2-დან შესაბამისი დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების ამოტანა და განთავსება ამ სარკოფაგში. აქ არის დაბინძურებული დარიშხანშემცველი სახიფათო ნარჩენი. მოგესალმებათ, რომ ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტს. მოეწყობა დიდი სარკოფაგი, სადაც მოხდება აღნიშნული მყარი ნარჩენის უტილიზაცია და მომავალ წელს უკვე იგეგმება მთლიანად პროექტის დასრულება. პროექტის მიმდინარეობა ძალიან სწორად და კარგად ხორციელდება და ვიმედოვნებთ მომდევნო წელს ეს ადგილი უკვე სრულად დაკონსერვებული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უკან მობრუნებას.